თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ყველა დიქტატორის სინამდვილეში მშიშარაა. მათი ბიოგრაფია იდენტურია. ჯერ შეძვრებიან საჭირო დროს საჭირო ადგილზე, მერე გაწირავენ მათ მოკავშირეებს და ხდებიან ლიდერები. მერე აღზევდებიან, მერე დიდფულს შიშოვნიან. ამის მერე ეწყებათ შიშები, რომ მათ მოკლავენ, რომ მისიანები უღალატებენ, რომ აუჯანყდებიან და ამ გზაზე ბევრ სისასტიკეს იდენენ. ბოლოს კი როგორც წესი, მისით არ გვდებიან, კლავენ. დაახლოებით ეს საფინალო პერიოდი უდგას პუტინს. დანარჩენი ყველა ეტაპი უკვე გავლილი აქვს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდასხმის შიშით სრულ პარანოიაშია. გამოცემა The Sun ახალი ჟურნალისტური გამოძიების დეტალებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც პუტინმა თავის ორ უფროს ქალიშვილს უბრძანა მასთან ერთად ტყეში მდებარე საიდუმლო და დაცულ ბუნკერ სასახლეში გადავიდნენ საცხოვრებლად. ვალდიაში მდებარე მაღალტექნოლოგიური სატყეო კომპლექსში პუტინის უფროსი ქალიშვილები 41 წლის მარია ვორონცოვა და 39 წლის კატერინა ტიხონოვა შვილებთან ერთად უკვე გადავიდნენ. სასახლეში მათ პუტინის რჩეული 43 წლის ალინა კაბაევა და მათი ორი საერთო ვაჟი 11 წლის ივანი და 6 წლის ვლადიმირი დახვდნენ. მოსკოვიდან 230 მილის დაშორებით ორ ტბას შორის მდებარე კომპლექსი ნამდვილ ციხესიმაგრეთაა ქცეული. უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით მას შემდეგ გამკაცდა, რაც უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სიღრმეში შეღწევა დაიწყეს. სასახლის გარშემო საჰაერო თავდაცვის კოშკების რაოდენობა 7-დან 27-მდე გაიზარდა. ტერიტორიაზე კი საიდუმლო ბუნკერია განთავსებული. ფიზიკური დაცვის გარდა პუტინს ჰაკერული შეტევებისაც ეშინია. ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამეინის ლიკვიდაციის ვერსიის ფონზე, რომელსაც თითქოს სათვალთვალო კამერების გატეხვის შემდეგ უთვალთვალებდნენ, პუტინმა რუსეთის სათვალთვალო ქსელის შემოწმება ბრძანა. მისი პირადი უსაფრთხოებისათვის სათვალთვალო სისტემა ინტერნეტისგან სრულიად იზოლირებულ ჰერმეტულ ქსელზე გადაიყვანეს. საინტერესოა, რომ პუტინის ეგრეთ წოდებული საიდუმლო ქალიშვილი 23 წლის ლუიზა როზოვა, სვეტლანა კრივონოგიხის შვილი, ამ ციხესიმაგრეში არ იმყოფება და ძირითადად პარიზში ცხოვრობს. სანამ რუსეთის პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ბუნკერში იმალება, უკრაინის 400 მილიონი ფუნტის ღირებულების ბლიც შეტევის შემდეგ დიქტატორს აცნობეს, რომ ქვეყნის ფინანსური სისტემა კოლაფსის ზღვარზეა და მალე შესაძლოა ჩამოიშალოს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.